წარმოიდგინეთ, რომ ხვალ იღვიძებთ და სამსახური აღარ გაქვთ. არა იმიტომ, რომ ცუდად იმუშავეთ, არამედ იმიტომ, რომ კომპანია დაიხურა ან რეორგანიზაცია მოხდა. რა არის თქვენი პირველი ფიქრი? ბანკის ვალი? ქირა? თუ შიში, რომ ხვალ საჭმლის ფული არ გექნებათ? ზუსტად ამ შიშის გასაქრობად არსებობს უმუშევრობის დაზღვევა. ბევრს გონია, რომ ეს სოციალური დახმარებაა. არა, ეს სულ სხვა რამეა. სისტემა მუშაობს ასე. სანამ მუშაობთ, თქვენი დამსაქმებელი და სახელმწიფო ერთად აგროვებთ მცირე თანხას საერთო ფონდში. თუ თქვენ სამსახურს დაკარგავთ, ეს ფონდი ავტომატურად გიხდით თქვენი ბოლო ხელფასის 60%-ს. 5-6 თვის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის ველოსიპედის გამოგონება. ევროკავშირის ყველა წამყვან ქვეყანაში ეს სტანდარტია. მაგალითად, გერმანიაში დაზღვევა ხელფასის 60%-დან იწყება და ზოგჯერ 2 წლამდეც გრძელდება. ძალიან ბევრი კვლევით დასტურდება, რომ ქვეყნებში, სადაც ეს სისტემა მუშაობს, ადამიანები 40%-ით უფრო სწრაფად პოულობენ ხარისხიან სამსახურს. რადგან მათ აქვთ დრო, სიმშვიდე საუკეთესო არჩევანის გასაკეთებლად. ჩვენს ქვეყანაში კი საშუალოდ ადამიანს ახალი სამსახურის საპოვნელად საქართველოში 4-დან 7 თვემდე სჭირდება. ამ დროს ადამიანი სრულიად დაუცველია. რატომ არის უმუშევრობის დაზღვევა მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ის ნიშნავს, რომ სამსახურის დაკარგვა აღარ იქნება ტრაგედია. ეს არის გარანტია, რომ სახელმწიფო შენს გვერდითაა. უმუშევრობის დაზღვევა ნიშნავს, რომ სამსახურის დაკარგვა აღარ იქნება ტრაგედია. ეს არის გარანტია, რომ სახელმწიფო შენს გვერდითაა, სანამ ახალ გზას იპოვი. ეს ეხება ყველას, მასწავლებლებს, კონსულტანტებს, მშენებლებს, საჯარო მოხელეებს, რა თქმა უნდა. ჩვენი პოლიტიკური ძალის ინიციატივაა ამ სისტემის დანერგვა და ის მიზნად ისახავს მეტ სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმიტომ რომ ღირსეული შრომა უნდა ნიშნავდეს მის ღირსეულ დაცვასაც, რადგან მისი ღირსეული დაცვა ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება.